სადება მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიებისთვის მაისის პირველ ნახევარში საქართველოს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენციას პირველად უმასპინძლებს. მასპინძელი ქვეყნის სტატუსი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შარშან მოიპოვა, სპეციალური საკონფერენციო ცენტრების მოწყობას გულისხმობს. პარლამენტის თბილისის შენობის ნაწილი და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე სწორედ ამ ტერიტორიებზე მიიღებენ მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის მსხვილი საინვესტიციო კომპანიების დელეგაციებს. სტუმრების მისაღებად კონფერენციისთვის შერჩეულ შენობებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ეს არის ინტერიერის გადასახადის პირდაპირ ზედაორი. ზედაორი დინი არის შეხვედრებისთვის სხვადასხვა კონფიგურაციით. ოთხიდროებითი ნაგებობა თბილისის პარლამენტის შენობის ეზოში იბიარდის მსოფლიო კონფერენციისთვის შენდება. ასაწყობი ნაგებობები სხვა ღონისძიებებისთვისაც გამოიყენება, რადგან ის მრავალჯერადი კონსტრუქცია. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საერთაშორისო კონფერენციაში, რომელშიც 64 ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, სწორედ ამ საკონფერენციო ცენტრებში გაუმასპინძლდებიან. სამუშაოების მთლიანი ღირებულება 2.607.464 ლარია. სამწუხაროდ საქართველოში არა გვაქვს საგამოფენო სივრცე და ისეთ სივრცე, სადაც შესაძლებელია ასეთი მაღალი დონის კონფერენციების ჩატარება. 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა, პლუს ჩამოვა 2000-მდე წარმატებული ბიზნესმენი, გაიმართება ბიზნეს ფორუმები, შესაძლებლობა გვექნება, რომ კიდევ ერთხელ გავასწოროთ ჩვენი შესაძლებლობები. ერთი კვირის განმავლობაში აი ამ ეზოში ამ ეზოსკენ იქნება მომართული მთელი მსოფლიოს ბიზნეს წრეების ყურადღება. ის ძირითადი მარშრუტები, სადაც იმოძრავებენ კონფერენციის მონაწილეები, კეთდება ჩვენი მხრიდან და მიმდინარე რეაბილიტაცია utardeba, დაწყებული აეროპორტის გზიდან დასრულებული რუსთაველის გამზირით. ბიზნეს და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებისთვის მთლიანად პარლამენტის C-კორპუსი იქნება განკუთვნილი, იცვლება ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა და 491 კარი, რომლის ღირებულებაც 895.919 ლარია. აი ნახეთ, რითია გამაგრებული აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტის კომიტეტებს. მთავრობის დადგენილებით უცხოეთიდან დაქირავების ნაცვლად ასევე გადაწყდა 67 Toyota Camry-ის ავტომანქანის შესყიდვა, რომელიც აღნიშნული კონფერენციის შემდეგ ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში იქნება გამოყენებული. ქირის საფასური 3,9 მილიონ ლარს შეადგენდა, ყიდვა კი ბიუჯეტს 4,17,475 ლარი დაუჯდა. ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტის და პარლამენტის სასახლის აშენებაში მილიარდი დახარჯა, იმისთვის რომ 2000 ბიზნესმენი ჩამოვიდეს და საქართველოს გახდეს მსოფლიო ბიზნესის ცენტრი, ამ თანხის დახარჯვაზე და მით უმეტეს ეს არ არის ის თანხა, რომელიც უბრალოდ დაიხარჯება და გაქრება. ეს არის თანხა, რომელსაც 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი ინვესტიცია მოყვება. კიდევ ერთი ადგილი, რომელიც კონფერენციის მონაწილეებს უმასპინძლებს, მოსწავლე ახალგაზრდობის შენობა, ფასადის და ინტერიერის რეაბილიტაცია ბიუჯეტს 255.487 ლარი დაუჯდება. იბიარდის კონფერენციაზე საქართველოს საკუთარი საინვესტიციო პროექტები წარსდგება და უცხოელი ბიზნესმენების დაინტერესებას შეეცდება. ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე ათეულ პროექტს ამუშავებს, მათ შორის დიდი ნაწილი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ეხება. მინდა გამოვყო საინვესტიციო ფორუმი, ანუ მასპინძელი ქვეყნის საინვესტიციო ფორუმი, რომელიც ოფიციალურ პროგრამაში ზის და განსაკუთრებული ყურადღება დაერთმობა. არაერთი ცნობილი ბიზნესმენი ეწევა ქვეყანას, რომელიც ის გააკეთებენ პრეზენტაციას საქართველოს შესახებ და წარმოაჩენენ ჩვენს ქვეყანას უკვე მათი გამოცდილებიდან გამომდინარე. 1993 წლიდან ამ შენობას არანაირი რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ნამდვილად მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდა ღონისძიების ნუსხაში და იგი ღონისძიებები იბიარდის სწორედ აქ გაიმართება და ეს ყველაფერი დარჩება ბუნებრივია აღმოსავლეთ ახალგაზრდობის საკუთრებაში ავტომატურად. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონფერენცია თბილისში 13-15 მაისს გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახსნის. ღონისძიებას თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედია საშუალება გააშუქებს, მედიატორი კი CNN-ის წამყვანი იქნება. იბიარდის კონფერენცია გასულ წელს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ჩატარდა.